ვლადიმირ პუტინი ყველანაირად ეძებს გზებს, რომ მაინც გამართოს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. რადგან შეერთებული შტატების შუამავლური ძალისხმევა შედეგს არ გამოიღო. რუსეთის შეჭრა უკრაინაში დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ გუშინ განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. გარდა ამისა, პუტინმა მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტს, ციტატა, ბატონ ზელენსკის უწოდა და აღიარა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს კიევთან. და მიანიშნა, რომ ტრამპის შუამავლური ძალისხმევა უკვე ვეღარ გამოიღებს შედეგს. ამასთან ვლადიმირ პუტინმა უკვე მიანიშნა, რომ კრემლი უშლის ხელს სამხედრო ტყვეების გაცვლას, რომელიც ზავის დროს იყო დაგეგმილი. და კიდევ პუტინი უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურებით იმუქრება. მაგრამ 9 მაისს მოსკოვში პარადის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ მაინც გადასცა ვლადიმირ პუტინს ვლადიმირ ზელენსკის გზავნით. ამის შემდეგ ფიცომ განმარტა, რომ ახლა პუტინი ელოდება უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო ზარს, რათა პირდაპირ გამართოს მოლაპარაკებები. და აი უკვე პუტინი ევროპაში კონკრეტულ ადამიანს ასახელებს, რომელიც უნდა გახდეს ახალი შუამავალი. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი და მოიწონოთ ეს გამოშვება. დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. ბუმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ, იქ ჩვენ ვაქვეყნეთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მოკლედ, რუსეთის შეჭრა უკრაინაში დასასრულს უახლოვდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. დიქტატორმა ასეთი შენიშვნა გააკეთა, როცა ჟურნალისტებს უხსნიდა, რა მიაჩნია მას ომის დაწყების მიზეზად. პუტინის თქმით, კონფლიქტი უკვე მეხუთე წელია გრძელდება, ეს მხოლოდ ომის სრულმასშტაბიანი ფაზაა. იმის გამო, რომ დასავლეთის ელიტების გლობალისტური მიმართულების ლიდერებმა, რომლებიც უკრაინელების ხელით რუსეთთან ომობენ, დაჟინებით მოითხოვეს, რომ კიევს არ მოეწერა სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც თითქოს 2022 წელს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის იქნა მიღწეული, შემდეგ პუტინის სიტყვების სიტყვასიტყვი. ოლამ შესანიშნავად დაპირდა უკრაინას დახმარებას და დაიწყეს რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირების გაღვივება, რომელიც დრემდე გრძელდება. მე ვფიქრობ, საქმე დასასრულისკენ მიდის, მაგრამ მაინც ეს სერიოზული საკითხია. ასევე პუტინმა განაცხადა, რომ გამარჯვების აღლუმი 9 მაისს პირველად 2007 წლის შემდეგ სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდა. არა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან, არა უკრაინის მხრიდან მუქარის გამო და არა იმიტომ, რომ თავად ვლადიმირ პუტინს ძალიან ეშინოდა. არა, ციტატა. Прежде всего, потому что вооружен. ყველა ძალა უნდა კონცენტრირდეს საბოლოო მტრის დამარცხებაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. მაშ, აქ კითხვა ჩნდება. ნუ თუ უზარმაზარ რუსეთში უკვე აღარ ყოფნით ტექნიკა არც პარადისთვის და არც ომისთვის? სასაცილოა, რომ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, თითქოს სამხედრო ტექნიკის პარადზე არ გამოყვანის და მოსკოვში მობილური კავშირის გათიშვის გადაწყვეტილება ბევრად ადრე იქნა მიღებული, ვიდრე ყველა ის პროვოკაციული განცხადება, რაც შემდეგ გაკეთდა. როგორც ჩანს, საუბარია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილებაზე, რომ კიევი სარკისებურად უპასუხებს რუსეთის დარტყმებს და რომ 9 მაისს წითელ მოედანზე პარადის დროს შეიძლება უკრაინული დრონებიც გამოჩნდნენ. აქ უკვე წინააღმდეგობაა, რადგან ერთი მხრივ ვლადიმირ პუტინი ამტკიცებს, რომ მოსკოვში გამარჯვების პარადი უკრაინის მუქარის გამო არ იყო შემცირებული, მაგრამ მეორე მხრივ იმავე წინადადებაში ისვე აცხადებს, რომ სთხოვდნენ გავლენა მოეხდინათ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომ კიევს 9 მაისს მოსკოვი არ დაესხა თავს, არა მხოლოდ აშეთეშო, არამედ ჩინეთი და ინდოეთიც. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენს ძირითად პარტნიორებთან და მეგობრებთან. პირველ რიგში ჩვენს მეგობრებთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, ინდოეთიდან და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნიდან. მოსკოვმა აღწერა ვითარება და გააფრთხილა უკრაინის დედაქალაქზე საპასუხო დარტყმის შესახებ. გულისხმობ იმას, რომ კიევში ყველა მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი უშუალო სიახლოვეშია მთელი რიგი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. იქ მათი რამდენიმე ათეული. შემდეგ ვლადიმირ პუტინი მოულოდნელად ალაპარაკდა იმაზე, რომ მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ზელენსკისთან. თავდაპირველად პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპს რა თქმა უნდა სურს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ის უკვე ვერ დაეხმარება, რადგან ეს პირადი საქმეა უკრაინასა და რუსეთს შორის. და შემდეგ განაცხადა, რომ ევროპიდან შუამავლად სურს იხილოს გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი.
მაგრამ უკვე დღეს გერმანიის მთავრობამ უარყუტინის წინადადება შრიოდერი დანიშნოს შუამავლად რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე. გერმანიაში მაშინვე განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი მოსკოვის ფიქტიური წინადადებებია, რომლებიც რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიის ნაწილია. ასეთი ინიციატივები სანდოობას არ იმსახურებს, რადგან კრემლს უკრაინის მიმართ თავისი მოთხოვნები არ შეუცვლია. ასევე გერმანიის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ პუტინს ჯერ უნდა გაეხანგრძლივებინა სამდღიანი ზავი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, თუ ის მართლაც მზად არის ევროპისთან ურთიერთობების ბიზნესსამყარებლად. აქვე შეგახსენებთ, რომ 82 წლის გერჰარდ შრიოდერი, რომელიც გერმანიის მთავრობას 1988 წლიდან 2005 წლამდე ხანძღვაეობდა, არაერთხელ გამხდარა κρიტიკის ობიექტი ვლადიმირ პუტინთან მეგობრობისა და რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიების ინტერესების ლობირებისთვის. თუმცა, როდესაც პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, მან ამას შეცდომა უწოდა და მოსკოვშიც კი ჩავიდა თავისი რაღაცა მშვიდობის გეგმით. თუმცა, სიმართლე ვთქვათ, ინიციატივა, რომელიც საბოლოოდ უარყოფილი იქნა, გულისხმობდა, რომ უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე. ოფიციალურად გადასცემს ყირიმს რუსეთს, მაგრამ ინარჩუნებს დონბასს. იმ პირობით, რომ რუსული ენა იქ მეორე სახელმწიფო ენა იქნება. აი ესეთი შრიოდერი თითქოს მშვიდობის მყოფელია. მაგრამ საინტერესოა თავად ფაქტი, რომ ვლადიმირ პუტინი მაინც ეძებს მოლაპარაკებების ვარიანტებს. და აქ ჩნდება დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ზელენსკის ვლადიმირ პუტინისთვის გზავნილის გადაცემა. ადრე იუცხებოდნენ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში ვიზიტის დროს პუტინს ზელენსკის გზავნილს გადასცემდა. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა როსტისლავ ხოვანდეცმა განაცხადა. პასუხად ფიცო ელოდა ინფორმაციას პუტინისგან იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს რუსეთის პრეზიდენტი ომის დასრულების მცდელობებს. აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზელენსკი სწორედ შეხვდა რობერტ ფიცოს მოსკოვში განგზავრებამდე ერევანში, სადაც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ტარდებოდა. აქ მინდა გაჩვენოთ მოკლე ვიდეო, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიცვალა ვლადიმირ პუტინის რიტორიკა. ეს ძალიან ნიშანდობლივია. რადგან 2022 წელს ის უკრაინის ხელისუფლებას ბანდად მოიხსენიებდა. ხოლო გუშინ 9 მაისს მოულოდნელად განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის ბატონ ზელენსკისთან. კიდევ ერთხელ მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს. აიღეთ ხელისუფლება თქვენს ხელში. როგორც ჩანს, ჩვენ თქვენთან უფრო ადვილად შევთანხმდებით, ვიდრე იმ ნარკომანებისა და ნეონაცისტების ბანდასთან, რომლებიც კიევში არიან გამაგრებულნი. უკრაინული მხარე, ბატონი ზელენსკი, მზად არის პირადი შეხვედრისთვის. დიახ, ეს მოვისმინე. და აი დღეს რობერტ ფიცო აცხადებს, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ დარწმუნებულია, რომ ზელენსკიმ თავად უნდა დარეკოს რუს დიქტატორ პუტინთან. თუ მას სურს მოლაპარაკებები ომის დასრულებაზე. შემდეგ ციტატა ფიცოსგან. მოსკოვში მე გადავეცი პუტინს გზავნილი. ზელენსკიმ მითხრა სომხეთში ჩვენი პირადი შეხვედრის დროს, რომ მზად არის შეხვდეს ვლადიმირ პუტინს ნებისმიერ ფორმატში. თუ უკრაინის პრეზიდენტს სურს შეხვედრა, მან უნდა დაუკავშირდეს თავის რუს კოლეგას ტელეფონით. მე ცეცხლის შეწყვეტა აბსოლუტურად აუცილებლად მივიჩნიე, რათა გზა გაეხსნას იმას, რაც აბსოლუტურად საჭიროა. დიპლომატიურ ძალისხმევას, დიალოგს, მოლაპარაკებებს, რომლებიც 1000 ჯერ უფრო სასარგებლოა, ვიდრე ერთმანეთის მკვლელობა. მოდით ვნახოთ, რა მიმართულებით წავა ეს მოლაპარაკებები, რადგან აშკარაა, რომ ისინი ეხლა ტრანსფორმირდება. მეგობრებო, აქ მრავალ წერტილს დავშვა, მაგრამ მინდა მაშინვე შეგახსენოთ ამ YouTube არხის უკრაინულენოვან აუდიტორიას, რომ მე მაქვს სრულიად ახალი, მხოლოდ უკრაინულენოვანი YouTube არხი, სადაც ყოველ საღამოს ვაჯამებთ გასული დღის მოვლენებს, განსაკუთრებული ყურადღებით უკრაინულ დღის წესრიგზე. ამიტომ ბმულს დავტოვებ ამ ვიდეოს მიმაგრებულ კომენტარში და ამ გამოშვების აღწერაში. ბმულს ახალ უკრაინულენოვან YouTube არხზე. გადადით, გამოიწერეთ, თუ გსურთ იხილოთ სიახლეები უკრაინულ ენაზე. ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ეს YouTube არხი. მოიწონეთ ეს გამოშვება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.